ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა, ამაზე ჩვენ მანამდე ღიად არ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია უკვე თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გასაკვირი ისიც არ არის, რომ ამ უნივერსიტეტში თავის დროზე ერთხელ მიტაცებულ უნივერსიტეტში ხორციელდება ასეთი გეგმები, გახსოვთ რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა ერთხელ უნივერსიტეტი, რაც იყო თავისი არსით, თავის შინაარსით, რა თქმა უნდა, კრიმინალური იქმედება და არ გვიგვირს რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ეს ყველაფერი. ეს არის კიდევ ერთხელ გამიმეორებ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული რაღაცა პროექტი, რომელსაც წარმატებით განხორციელება არ უწერია, უბრალოდ ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას, განსაკუთრებით ყველა უნდა მოერიდოს, რა თქმა უნდა, ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობას და ზოგადად თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც არის დაფინანსებული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ.